17 მაისი ვიღაცებისთვის ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე, ვიღაცებისთვის კი ოჯახის სიწმინდის დღე. და მე ყურადღება მინდა გავამახვილო ამ ამბის ოჯახის სიწმინდის დღე რომ იყო მაგ ნაწილზე. აი ოჯახის სიწმინდის დღეც შეიქმნა ეგრე. ქართულმა ოცნებამ გადახედა რაღაცა პასუხს თუ რეაქციას 17 მაისის ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეზე ხალხის რეაქციას, ნახა რომ ვიღაცეები ამ რეაქციაზე მარტივად იყვნენ მომსხდრები, კონკრეტულად კი ალტინფო და გადაწყვიტა რომ რატო წაიღოს ალტინფომ ხმე მოსახლეობიდან 10% იმის გამო რომ მათ გულის მოსაფხანად გამოდიან და აქ რაღაცებს იძახიან და მე ადამიანებზე ძალადობენ. მოდი ჩვენ გქონდეს ეგ თემაც ოკუპირებული და დავადგინოთ ეგეთ დღესასწაული, ამ დღესასწაულზე მე ეკლესიასთან ერთად გამოვიდეთ, ხალხს მადლობები ვაძახებინოთ და აი მაგ თემით რაღაცა ქულები დავიწეროთ. მაგრამ ეგ ნაწილი რო გვერდზე გადავდოთ, გასაგებია რომ აი ამდენჯერ უნდა ვთქვა, ქართული ოცნება ცდილობს რითაც შეიძლება დარჩეს ხელისუფლებაში და ხელისუფლებაში დარჩენისთვის სჭირდება რაღაც დონის ლეგიტიმაცია, რაღაც დონის ხარდაჭერა ხალხში და აი უამრავ რამის გააკეთებენ იმისთვის რომ ესეთი ლეგიტიმაცია მოიპოვო. შევხედოთ მეორე მხრიდან რა, ადამიანების მხრიდან. ოჯახის სიწმინდის დღე ხო რაღაცას უნდა ნიშნავდეს, რაღაც შინაარსი უნდა ქონდეს, ხო? გასაგებია შეიძლება სხვადასხვანაირ შინაარსდებდნენ ადამიანები, მაგრამ აი რაღაც ხო უნდა აერთიანებდეს. უნდა აერთიანებდეს ალბათ იმას, რომ ოჯახი, როგორც კაცობრიობის ცივილიზაციის შექმნის მანძილზე ჩამოყალიბებული რაღაც ინსტიტუტი არის გამომდგარი ინსტიტუტი, გამომდგარი ტრადიცია. ოჯახის ფორმირებამ შესაძლებელი გახადა, რომ ადამიანების შორის ტომზე უფრო ახლო კავშირები არსებულიყო და ერთგვარი დაზღვევის სისტემა არსებობდა, რომ ძლიერი ოჯახი ნიშნავდა, რომ ამ ოჯახის წევრებს ექნებოდათ მეტი რესურსი ერთმანეთის დახმარებით იმისთვის, რომ ძნელბედობის ჟამს თავი გადაერჩინათ. ის ოჯახები, ის საზოგადოებები, რომლებშიც ოჯახის ინსტიტუტი ძლიერი იყო, უფრო შემდეგ, ანუ როგორ არის, ადამიანი თუ ძლიერია, ახერხებს თვითგადარჩენის რაღაც დონეს, რაღაც დონის მერე მარტო უჭირს, მერე ჭირდება უკვე ძლიერი ოჯახი. იქაც რაღაცა ეს ძლიერი ოჯახი სხვა რაღაც რაოდენობის ადამიანების წინააღმდეგ ეხმარება თვითგადარჩენაში და გაჭირებულ დროს შრომის განაწილების მეშვეობით ადამიანებს უფრო მეტ შანსს აძლევს, რომ შთამომავლობა დატოვონ და ისტორიის მანძილზე რა და უფრო მეტად მოაღწიონ დღევანდლამდე. რაღაც რაოდენობის საფრთხეს მე ოჯახი ფარავს. მე ძლიერი ოჯახი მე უკვე ძლიერ დიდ საზოგადოებას ნიშნავს, ეს ტომობრივი იქნებოდა თუ მე სახელმწიფოებრივი. ხო და ის ქვეყნები, სადაც ოჯახის ინსტიტუტი ძლიერი იყო, გასაგები იყო, ჩამოყალიბებული იყო, მართლა დედა, მამა თუ რაღაცა ერთმანეთს ეხმარებოდნენ ადამიანები, ამან და გადაწყვეტილებები მიიღებოდა ოჯახის შიგნით, კონსენსუსით, ერთმანეთის სიყვარულით, ერთმანეთის გაგებით და ერთმანეთის რესურსების გათვალისწინებით. ამან შემდეგ მოგვიყვანა იქამდე, რომ დღეს საქართველო, ისე როგორც 200-მდე სხვა ქვეყანა, რაღაც ფორმით სახელმწიფოდ არსებობს. გასაგებია, რომ ზოგი ხელოვნური სახელმწიფოები აქედან სხვადასხვა სიტუაციაში შექმნილ, მაგრამ ესეთი დიდი ხნის არსებობის მქონე, დიდი ხნის ისტორიის მქონე ქვეყნებში თითქმის ყველგან ნახავთ რაღაც ფორმის ოჯახის ინსტიტუტს. ის ცნება, რომ ოჯახი წმინდა დღეს დაყვანილია მარტო იმაზე, რომ არ შეიძლება ოჯახი ერქვას სხვა რამეს გარდა ქალისა და კაცის ურთიერთობისა და ოჯახის ამბებში არ უნდა ჩაერიონ ვიღაცა LGBT ხალხი. აი ეგეთი გლეხური ფორმულირება რომ ჩამოვაყალიბოთ რაღაც მაგ დონეზეა დაყვანილი. ჩემ შვილს რაღაც ტვინს არ უნდა ურეცხავდნენ ვიღაცეები, NGO-შნიკები და მოკლედ ოჯახი ეს არის რაც არის და სხვა რამეს არ შეიძლება დაერქვას ოჯახი. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ რო გააზრებული გქონდეს ოჯახი რას ნიშნავს და მისი სიწმინდე რას ნიშნავს? ოჯახის სიწმინდის დღე უნდა იყოს ალბათ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოსვლა. იმიტომ რომ თუ ვინმე ერევა ოჯახის შიგნით ცხოვრების წესში და გვისაზღვრავს უამრავ რამეს, ეს არის მთავრობა, ამ შემთხვევაში ქართული ოცნება. ოჯახის სიწმინდე ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ მე და ჩემი ოჯახი ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას, სად და როგორ ვიმუშაოთ. ჩვენი ფული როგორ დავხარჯოთ,
ჩვენმა შვილმა განათლება როგორი მიიღოს, სად მიიღოს, ვინ ასწავლოს, როგორ ასწავლოს. კონფლიქტი თუ გვაქვს სად გავარჩიოთ. თუ კონფლიქტი გქონდა და მე ერთმანეთს ვაპატიეთ, ეს პატიება შინაარსი გქონდეს და მარტო იმიტომ რომ რაღაც კონფლიქტი გქონდა ავტომატურად ციხეში არ მოხვდეთ. როგორი ფულით ვივაჭროთ? მოკლედ, ჩვენი ოჯახი, ჩემთვის ოჯახის სიწმინდე არის ოჯახის ავტონომია იგივე. ანუ ოჯახის უფლება და საშუალება რომ თავისი გადაწყვეტილებები თვითონ მიიღოს მთავრობის ჩარევის გარეშე. და დღეს ვხედავთ აბსოლუტურად საპირისპიროდ. მარტო განათლების საკითხი რო აიღოთ. დღეს არც ერთ ოჯახს ის სიწმინდე, ის ხელშეუხებლობა, რომ განათლების საკითხი ოჯახის გადასაწყვეტი მშობლების და შვილების ერთად. არც ერთ ოჯახს ეგ არ აქვს შერჩენილი. სახელმწიფო პოლიციელის ძალით არის შემოსული ყველა ოჯახში. ყველა თქვენგანს, ვინც ახლა მიყურებთ, გარდა იმ ხალხისა, ვინც აპირებთ, რომ ჩვენ სკოლაში მოიყვანოთ შვილი, ყველა თქვენგანს გინსაზღვრავთ, რა ისწავლოს თქვენმა შვილმა, როგორ ისწავლოს, როგორი ადამიანი გაიზარდოს, იმიტომ რომ სახლში გასაგებია რაღაცა აღზრდელობით საქმიანობას ეწევი ადამიანი, მაგრამ სად შენ რო ხარ და გასაგებია სახლში რა დროც არის ბავშვი იქიდან ზოგი ჭამაზე მოდის, ზოგი იმაზე, ზოგი თამაშზე, ზოგი რაღაცებზე. აღზრდელობით ნაწილს ძალიან პატარა დრო მექვს. ნაცვლად იმისა, რომ სკოლაში 7-8 საათია და ტვინში რას უბეჭდავენ, კაცმა არ იცის. ის რომ თქვენ მზად ხართ, რომ გამოხვიდეთ 17 მაისს და ოჯახის სიწმინდეს დღე დაიცვათ ვიღაცა LGBT-ებისგან და ოჯახის სიწმინდე არ დაიცვათ მთავრობისგან, მარტო ერთ რამაზე მიუთითებს, რომ რაღაცნაირი პაკაზუხაერი ვართ რა, პოზიორიერი ვართ და ჩვენი შეხედულებები და ღირებულებების უმეტესობა არის მარტო სხვებისთვის დასანახად. სტუმარი უყვარსო, ქართველსო, ეგეც ხო გასაგებია სტუმარი კარგია და ღვთისაა და შეიძლება კარგი ტრადიციიდან მოგიდნენ, მაგრამ ეგეც ხო გადაგვარდა და გადაიქცა იმათ, რომ სხვებს დაანახო როგორი ხელგაშლილი და სტუმართმოყვარე ხარ და რამდენი შეუძლია შენ ოჯახს და აი უცხოს შეიძლება თავს გადაევლო და შენი მეზობელიან ოჯახის წევრი დაკიდებული ყავდეს. მაგალითად, სხვების დასანახად რამდენადაც ვაკეთებ. გამოკითხვებით ქართველების 98% თუ რაღაცა არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, მაგრამ ეკლესიაში დადის 10%. გამოკითხვებით და სუფრასთან ქალი არის ოჯახის ბურჯი და მის სადღერძელოს ფეხზე დამდგარი სვამთ და რაღაც ჭკუაზე, მაგრამ სინამდვილეში შეიძლება მე უცემოთ ეს ქალი. აი რაღაცნაირი სხვების დასანახად გამკეთებელიერი ვართ რა. ეს ეხება მათ შორის აქეთ ოპოზიციასაც. ის აქციებზე რომ მივედი და დავენახვე რომ აი მეც აქ ვარ და მაგის იქით რო არ ვაზროვნებ თუ სინამდვილეში ამ აქციას რა მიზანი უნდა გქონდეს, რა უცვლით, რატო უცვლით და რა გვინდა რომ ხელისუფლების შეცვლის მერე წესრიგი მოეწყოს ამაზე რომ ფიქრი აღარ არის საჭირო. აი ეგეც ხო პოზიორობაა ხო და ამდენი პოზიორობა სინამდვილეში გყუპავს რა. გულწრფელები უნდა ვიყოთ. ოჯახის სიწმინდის დღე სინამდვილეში ბევრად სხვა რამეს ნიშნავს და მაგაზეც სალაპარაკო გვაქვს. აი ხა მე რას თქვი შეიძლება ბევრი თქვენგანი არ დამეთანხმოს ხო და როგორ გავარჩიოთ ოჯახის სიწმინდის დღე რას ნიშნავს? ოჯახის სიწმინდე თვითონ ტერმინი რას ნიშნავს? იმიტომ რომ ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი შეხედულება შეიძლება არსებობდეს. და თქვენ არ ხართ სად დებატებისთვის, ლაპარაკისთვის, საუბრისთვის. იმიტომ რომ შეიძლება გამოჩნდეს რომ რაღაცა არ იცით და საჯაროდ რამის გამოჩენა რომ რამე არ იცი, ისეთივე სირცხვილე, როგორც საჯაროდ იმის თქმა რომ ეკლესიაში არ დადიხართ. მაგის ნაცვლად თქვენი ტყვით რომ არა, მე ყველაფერი ვიცი, ვინც ეჭქვეშ დააყენებს ჩემ შეხედულებებს, ის მტერია, ჩემიანი არ არის. ვინც ეჭქვეშ დააყენებს ჩემ რაღაც რელიგიურობას, ის თვითონ არის სატანისტი და დამპალი. ხო და აი ეგ რაღაც პოზიორობა მე ითარგმნება პოლიტიკაშიც. პოლიტიკოსებიც ეგეთი არიან, იმიტომ რომ ეგეთებს უკვეთავთ. თქვენ თვითონ ეგეთები ხართ, პოლიტიკოსებიც ეგეთები ყავთ. ოღონდ გული მოგფხანონ, ოღონდ არაფერი გაწყენინონ, ყველაფერს იტყვიან, ყველაფერს მოიგონებენ, მაგრამ სინამდვილეში დახურულ კარს მიღმა იქნებიან ყველაფერი იმ საწინააღმდეგო, რასაც საჯაროდ იძახიან. ეგეთი პოლიტიკოსები ყავს.